Genesis-ში. ახლა Greenway-ში წარმოება ხდება სწორედ იმის ხარჯზე, რომ კომპანია Genesis შემოუერთდა კომპანია Greenway-ს. კომპანია Greenway გახდა გლობალური, იმიტომ რომ ყველა საუკეთესო კომპანიას იერთებს, თუ კი სადმე რამე საუკეთესოა იერთებს, თუ არა და კონკურენციას ვერ უწევენ ხოლმე ჩვენს კომპანიას. ასე რომ შემოიერთა კომპანია Genesis და Genesis პროდუქტი იყო ზუსტად Neo Reserve. Genesis-ში Neo Reserve ღირდა 3-ჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ახლა ღირს და მე მესმის მათი, იმიტომ რომ მათ სჭირდებოდათ, რომ ექირავებინათ საწარმო, იქ გადაეხადათ ამ საწარმოში თანხები, უნდა, ძალიან ბევრი ხარჯი ჰქონდათ. გარდა ამისა, ისინი დისტრიბუციაში თანხებს იხდიდნენ და ბევრ რაღაცაში ხარჯი ჰქონდათ. კომპანია Greenway-ს აქვს თავისი საწარმო, შეუძლია თვითონ აწარმოოს და თვითონ გააკეთოს ყველაფერი, ასე რომ ამხელა ხარჯი არა აქვს და 3-ჯერ უფრო იაფიღებს, ვიდრე ღირდა დაუშვათ კომპანია Genesis-ში არსებობის დროს Neo Reserve. Neo Reserve-ის ფასი ახლა ამჟამად გახლავთ კომპანია Greenway-ში 168 ლარი. 30 სტიკია მოთავსებული შიგნით. თუ დღეში ერთხელ მიიღებს ადამიანი, ერთი თვის სამყოფია. რაც შეეხება კოლაგენს, კოლაგენის ერთ ყუთში არის მოთავსებული 10 სტიკი, ესე ფხვნილის სახით არის, წყალში უნდა გაახსნათ, ძალიან გემრიელი ესეთი წვენივით ხდება და შეგიძლიათ რომ მიირთვათ ძალიან გემრიელად. და 10 ცალია ერთ ყუთში მოთავსებული და ღირს 36 ლარი, 36 ლარამდე, 35 და 80 თუ ზუსტად არ მახსოვს ზუსტი ფასი. ასე რომ საკმაოდ იაფია შემადგენლობის მიხედვითაც რომ ვიმსჯელოთ და ისედაც რომ ვიმსჯელოთ და რა ვიცი, გირჩევთ აბსოლუტურად ყველას. რა თქმა უნდა, ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია. მე რომ ეს პროდუქტები არ მომესინჯა, არ მომწონებოდა, მე თვითონაც არა ვარ ის პიროვნება, რომ გამეწია რეკომენდაცია და ძალიან კარგად მახსოვს ბატონმა ბადრიმ პირველად რომ დაუკავშირდი, ასე მითხრა, იცოდი არ მომატყუო. იცოდი არ მომატყუო, თორეო, რო არ მომეწონოსო, ვაი შენი ბრალიო, ასე რომ მთელ სტრიმებზე მეთქი. ხო, თავს მოგჭრით მთელ სტრიმებზეო, ასე მითხრა და მე მას ვუთხარი, რომ მას აუცილებლად მოეწონებოდა ნებისმიერი შენაძენი, რასაც კომპანიაში გააკეთებდა და აი ასე. მოკლედ, სიტყვას არ გადაუხვია, არც ბატონმა ბადრიმ და არც მე. გადავიდეთ შემდეგ. აი აქ ჩაის ვხედავთ ჩვენ. ხო, ჩაი, ეს არის უძვირფასესი ჩაი. ჩვენ გვაქვს ფუნქციური ჩაები. ზოგადად ვისაუბროთ ნომრების მიხედვით, რა ჩაია და რა მოქმედებს კარგად და მე მივიდეთ აი ამ ჩაიმდე, რომელიც მე თქვენ რეკომენდაცია გამიწიეთ და ახლა უკვე ავიღე მისაღებად. ისმენ. ხო, ნახეთ, ჩვენ გვაქვს ფუნქციური ჩაები. გვაქვს ჩაები ყოველდღიურიც, რომელიც ასევე აი თქვენ თვითონ რომ იყიდოთ რომელიღაცა ყოველდღიური ჩაი დაუშვათ, დაინახავთ შიგნით როგორ მართლა ჩაის ფოთლები როგორ არის შიგნით მოთავსებული და არ არის დაუშვათ რაღაცა ქიმიებით გაჯერებული. იმიდან ჭიქიდა რომ ვერ ეცლება ხოლმე როაშავებს ჭიქებს, ეგეთი ჩაი ჩვენთან არ იყიდება, ჩვენთან არის ნატურალური. და რაც შეეხება 12 ნომერ ჩაის, ჩვენ გვაქვს 12 დასახელების ფუნქციური ჩაი და ფუნქციური ჩაი რას ნიშნავს? ნიშნავს იმას, რომ სამკურნალო მოქმედებით გამოიყენება და კონკრეტულად ეს 12 ნომერის სტეპის სახელწოდებით გახლავთ ძვალსახსროვანი სისტემისთვის განკუთვნილი ჩაი. რაც მე მჭირდებოდა რეაბილიტაციისთვის, აი ძვალსახსროვანი კუნთების შესავსებად, ყველა ერთხელა და ორჯერ არ მithქვამს, რომ როდესაც ფირფიტა ამოიღეს რკინის ფეხიდან, ხო? იქ ძვალი გაფხიკეს, გაასუფთავეს, მერე დარჩა იმ შურუპების აი ის რა ქვია, ცარიელი ადგილები და ეხლა რომ სწრაფად შევივსო, იმიტომაც რეკომენდაცია გამიწიეს ამ ჩაიზე.
კი, ნამდვილად ესე რეაბილიტაციის პერიოდშიც ძალიან კარგი საშუალებაა და ისედაც და საერთოდ უნდა იცოდეთ, რომ ჩვეულებრივად საპროფილაქტიკოდ, ვისაც არანაირი პრობლემა არ გაქვთ და თუ გინდათ შემდეგშიც არ შეგაწუხოთ არანაირმა პრობლემამ, ხო? შეგიძლიათ, რომ საპროფილაქტიკოდაც მიიღოთ ნებისმიერი პროდუქტი. არა აქვს მნიშვნელობა იქნება საკვები და ნავატები დასალევი, ჩაის სახით იქნება თუ გელის სახით დაუშვათ. ნებისმიერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მის გვერდით მე ველაბგელს ვხედავ ახლა და ველაბგელი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. იმიტომ რომ ველაბგელი გამოიყენება არა მხოლოდ ძვალსახსროვანი სისტემისთვის, არამედ დამწვრობისთვის, იმისთვის რა ქვია, ვენური პრობლემების დროს, ყველაფრისთვის, აი ყველაფერი პირველი დახმარებაა ჩემს სახლში. რაღაცას რომ მიარტყამ, დაიზიანებ, გაიჭრი, ჭრილობა გექნება, ტკივილი რო გაწუხებს, ანუ ყველაფრისთვის გახლავთ ველაბგელი საუკეთესო საშუალება. იმდენად, ანუ წარმოიდგინეთ, რომ კოლოიდურ ვერცხლსაც შეიცავს და ძალიან მაგარი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედების არის. აი, სინოვიალური სითხის განლევის დროსაც არაჩვეულებრივი საშუალებაა ჩვენი ველაბის გელი. ასე რომ ველაბგელიც საოცრებაა. შემდეგი რას ვხედავ? კალციუმ კაორი. კალციუმ კაორზე მე თქვენ არა, ერთი თუთით. ქალგანდადია. ველაგელზე მინდა გელაპარა, მეც ორი სიტყვა ვთქვა, იმიტომ რომ აი ნახეთ როგორ იგი მითხარით. მე გადატანილი მაქვს ფილტვის ოპერაცია და დაახლოებით სანამ დავიწყებდი ამ გელის გამოყენებას 1-3-4 თვის წინ უკვე გრინვეისთან რომ დავახლოვდი და ამ პროდუქციას ვიღებ, ხო? ნახეთ ტკივილები მქონდა იქ სადაც მე აი ძვლები რო გაწიეს, ხემლის მალები რო გაწიეს ჩემი წინ და დეფორმაცია განიცადა, რომ შესულიყვნენ ღრმად და ფილტვი გაეკერათ, ხო? აი სუსტად იქ დამეწყო ტკივილები დაახლოებით 6-7 თვის წინ და 3 თვე მაწვალებდა ისე რომ განძრევის საშუალება, აი ვერ ვახველებდი. მაგალითად რომ დავახველებდი ისეთი ტკივილები მქონდა რომ აი ვწვალობდი რა, ღამე მით უმეტეს ძალიან ვწვალობდი. და აი ამ გელის სამჯერ გამოყენების შემდეგ, წასვლის შემდეგ მთლიანად ტკივილები შემიჩერდა. აი ესეთი რამე შემიძლია გითხრათ. ამიტომაც აი აქ გამოვფინე ახლა ეს გელი მე და მინდა რომ ცოტა ამაზეც ისაუბროთ კიდევ უფრო დაწვრილებით. კი, ტკივილგამაყუჩებელი ფუნქციაც აქვს ველაბგელს და მართლა საოცარი არის. აი რეაბილიტაციის პერიოდში განსაკუთრებით ძალიან კარგი საშუალება არის. მე ხო გითხარით, აი სინოვიალური სითხის განლევის დროსაც კი იდეალური საშუალება. ანთებითი პროცესების ჩასაქრობად, გადასარევის საშუალება. ჩემს მეუღლეს მაგალითად წითელი ქარი ქონდა და იმაზე ვახმარდი და არ ვიცი მე სასწაული მოქმედება აქვს, აი არ ვიცი, საოცრებაა მართლა ყველაფრისთვის. დამწვრობას მიიღებთ, უცებ გადაისვამთ და ნახავთ, რომ საერთოდ როგორ გაქრა ის იმხელა ტკივილი და იმხელა რაღაცა ვერ მიხვდებით აი საწავიდა. გარდა ამისა ჩემი უძვირფასესი მეგობარი, რომელსაც სახსრების პრობლემა აქვს და ღამე ვერ იძინებდა, იმიტომ რომ ფეხს ანუ სადმე ადგილს თუ არ მოუძებნი და ისე ვერდებდა, რომ ანუ ადგილი უნდა მოეძებნა ფეხისთვის, რომ არ ტკენოდა, თუ არ ტკენოდა კი არა, უფრო სიმსუბუქე რო ეგრძნო რაღაცნაირად და წარმოიდგინეთ, რომ ველაბგელის გარეშე სულ იმას მეუბნება ხოლმე ცოტა ისეთ ქვეყანაშია, სადაც რთულია მიწოდება და ვინმე მეგობარი რომ მიდის ხოლმე ჩემი ვატან ცოტა ბევრი რაოდენობით რომ მიაწოდოს იქ და ჰქონდეს რომ ესე კომფორტ იყოს ხოლმე. ოღონდ ნახეთ თან რა ფუნქცია აქვს, იცით რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ ეს არის სამკურნალო მოქმედებითაც არის. იმიტომ რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ უქრება ეს ტკივილები და რაღაცეები და კარგ ახალს ყოფნის ხოლმე. ვეუბნები რომ ცოტა მეტხანს გამოიყენე, მაგრამ იზოგავს რომ მერე რო არ მქონდესო ხომ ჭირდებაო და იზოგავს ხოლმე და ამიტომ ან ბოლომდე ვერ მიყავს ვერასდროს, თორე ბოლომდე რომ მიიყვანოს ხოლმე ძალიან კარგი შედეგი ექნება და შეიძლება აღარც დასჭირდეს, თუმცა შეშინებულია. კითხვას გვისვავენ კი ბატონო, გისმენთ. სად იყიდებაო?
სად იყიდება? უნდა მიმართოთ ბატონ ბადრის პირად შეტყობი. აი ამ გვერდზე თუნდაც გადადით, პირად შეტყობინებაში მისწერეთ და ის აუცილებლად დაგაკვალიანებთ სად, როგორ უნდა შეიძინოთ, რანაირად და ასე შემდეგ. ყველაფერს გეტყვით, მოგაწვდით სრულ ინფორმაციას ბატონი ბადრი. გადავიდეთ შემდეგ უკვე აგერ ვიტამინებს ხედავთ ჩვენ, აგერ გამოვწევ წინ წამოვწევ ამას და გადავიდეთ შემდეგ ვიტამინებზე უკვე. ეს კალციუმ კაორი ვიტამინია, რომელზეც 2 წუთის წინაც გითხარით მე თქვენ, აი მაგალითად რომ მოვიყვანე კალციუმ კაორი, ხო? კალციუმი ზუსტად ისეთი შემადგენლობის არის, რაც ადამიანს აუცილებლად კალციუმიც ახლა ბავშვებშიც მნიშვნელოვანია მისი მიღება, იმიტომ რომ ძვლის ელასტიურობა რომ შენარჩუნდეს და ზრდაში ცხელი შეუწყოს. და აი განსაკუთრებით 40 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კალციუმის მიღება, იმიტომ რომ უკვე მაშინ იწყება პოროზები, ძვლების რაღაცა ცვეთები და ასე შემდეგ კი. ამიტომ მნიშვნელოვანია კალციუმის მიღება, მაგრამ კალციუმიც უნდა შეარჩიოთ. კალციუმის დანიშნვის დრო ძალიან ხშირად ნიშნავენ ხოლმე, ხო, ექიმები, დანიშნვის დროს უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ კალციუმთან ერთად უნდა მიიღოთ კაორი ვიტამინიც, უნდა მიიღოთ D3 ვიტამინიც, ასევე უნდა მიიღოთ ისმის ხო ხმა. ასევე უნდა მიიღოთ მაგნიუმის ციტრატიც და თქვენი ტელეფონია ხო ბატონო ბადრი თუ ჩემი? ხო, მე უკვე სხვა ტელეფონზე გადავერთე და თქვენ გააგრძელეთ მაშინ კალციუმზე საუბარი. ამიტომ უნდა იყოს საუკეთესო შემადგენლობის, როგორც გითხარით. ან ცალ-ცალკე აუცილებლად უნდა მიიღოთ ის დამატებითი ვიტამინები, რაც მის სწორად გაწოვას სჭირდება, ორგანიზმში სწორად გაწოვას. ანუ ნახეთ, კალციუმის სისხლში მაღალი დონე შეიძლება ანუ ძალიან ცუდი რაღაცა ფაქტორების გამომწვევი გახდეს. ანუ კალციუმი უნდა გაიწოვებოდეს ძვალში და ზუსტად ამიტომ არის, რომ იმისთვის რომ არ მოხდეს გულსის ძარღვოვანს, აი ძარღვებში რომ არ მოხდეს თვითონ კალციუმი, ამიტომ უნდა შეიცავდეს კაორ ვიტამინს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანამატია. რომ არ გახდეს მერე აი ეს ისინი რა ქვია, ძარღვები, სისძარღვები რომ არ გახდეს მსხრევადი, არ მოხდეს დათრომბვა და ასე შემდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია შეიცავდეს კაორ ვიტამინს. ასევე მნიშვნელოვანია კაორი ვიტამინი იმისთვის, რომ არ მოხდეს აი ამ კალციუმის დალექვა თირკმელებში ქვების სახით, კენჭების სახით, ხო? მე ეს ძალიან მტკივნეული პროცესია იმ კენჭების გამოდევნა და ასე შემდეგ და 1000 პროცედურა სჭირდება მის დაშლას და გარეთ გამოდევნას, ხო? ეს ყველაფერი რომ არ მოხდეს და არ დაგვაზიანოს კალციუმმა და სარგებელი მოქცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ შეიცავდეს კაორ ვიტამინს. ასევე უნდა შეიცავდეს D3 ვიტამინს, იმიტომ რომ D3 ანუ უწყობს ხელს კალციუმის გამომუშავებას, ხო? ორგანიზმში, ძვლებში, ხო? ძვლებში უნდა წოვებოდეს კალციუმი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ D3-საც შეიცავდეს, ასევე მნიშვნელოვანია მაგნიუმის ციტრატ შეიცავდეს და ჩვენი კალციუმი ასევე C ვიტამინსაც შეიცავს. ანუ იდეალური შემადგენლობა აქვს და არ საჭიროებს გარეშე ყიდვას სხვადასხვა ვიტამინების და ასე მიღებას. მოკლედ ჩვენი კალციუმიც როგორც ყველა სხვა საკვები დანამატი იდეალური შემადგენლობის არის და ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მისი მიღება და შეუძლია რომ თამამად მიიღოს. ეხლა გადავიდეთ კალციუმის გარდა ახალი პროდუქცია გამოუშვა Greenway, რომელიც 2000-იანია უკვე ეს ნაკლებ პროცენტიანია და ის 2000-იანზეც ეგ D3 ვიტამინია, კი ბატონო. არა, ის არის D3 ვიტამინი, ეს კალციუმი არ არის, ის არის D3 ვიტამინი. ზოგადად ვიტამინებზეც ვისაუბრეთ. D3 ვიტამინი გვაქვს. კი ბატონო, ვიტამინებიც გვაქვს ზოგადად ძალიან ბევრი სახეობის, გვაქვს D3 ვიტამინი, 2000-იანი, გვაქვს ომეგა-3, გვაქვს ასევე C ვიტამინი, B კომპლექსი, რა ვიცი, ყველა სახის ვიტამინი, რაც კი შეიძლება რომ გჭირდებოდეს, ყველაფერი არის ჩვენთან, რა თქმა უნდა და შესაძლებელია მათი გამოწერა და მიღებაც. ხო, ეხლა მოდით ცოტა ხან შევაჩეროთ
აი ამ პრეპარატებზე ყურადღება დაგვრჩა აგერ 3 პრეპარატი, რომელიც მე მაქვს გამოწერილი. ჯერჯერობით რეკომენდაციას უწევ მე იმას, რაც გამოვიყენე და რაც დატესტილი მაქვს. ამიტომ მოდით ახლა გადავიდეთ აი საყოფაცხოვრებო საოჯახო ნივთები რომ არის. იქ ტილოები, იქ სუნამოები, იქ რაღაცა. მოდი ამაზეც ვთქვათ თვითონ სიტყვა. მაგრამ სანამ ამაზე ვიტყოდით რამეს, მოდით აი როგორ იცით, ჩაი, გელი და ვიტამინების ნაკრები, რომელიც არის აქ, რაფასები აქვს, ამას ისეც გითხარით და შემდეგ გადავიდეთ საოჯახო ნივთებზე და აი ესეთ მილიონის საშუალებით. ჩაი, 1 ყუთი ჩაი ღირს 14 ლარი. ფუნქციურ ჩაიზე მაქვს საუბარი, ანუ ახლა რასაც ვხედავთ, ჩვენ 12 ნომერი რო აწერია, ხო? ეს ღირს ესე იგი 14 ლარი. ერთ შეფუთვაში მოთავსებული არის 30 ფილტრ პაკეტი, თუმცა ერთმა ადამიანმა დღეში ერთჯერ ორივე პაკეტი ერთმანეთზეა გადაბმულები, ორი პაკეტია ერთად გადაბმული და ეს ორივე პაკეტი უნდა აიღოს, ჩადოს ჩვეულებრივი ჩაის ჭიქაში, დაასხას ცხელი წყალი, ოღონდ უნდა დაელოდოს 7-9 წუთის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაელოდოს და შემდეგ უნდა მიირთვას უკვე გაგრილებულ მდგომარეობაში და თან გამოსული ექნება იმ მცენარეებს ყველა თავის სასარგებლო ისინი რა ქვია, სარგებელი რაც აქვს ყველა მცენარეს გამოსული იქნება თვითონ ამ წყალში და შეგიძლიათ რომ მიირთვათ ეს ჩაი საკმაოდ არომატული და გემრიელია თითოეული მათგანი, არ საჭიროებს შაქრის დამატებას, იმიტომ რომ ყველა მათგანი შეიცავს ძირტკბილას და ბუნებრივი დამატკბობელია ჩვენი ძირტკბილა და არ მოითხოვს შაქრის დამატებას, ასე რომ ასე ერთი შეკვრა ღირს 14 ლარი და ერთი თვის განმავლობაში თუ უნდა ადამიანს მისი მიღება, ორი შეკვრა აუცილებლად დასჭირდება. რაც შეეხება ველაბგელს, ქალბატონო თათია, ხანდახან ჩაგირთვებით ხოლმე, ბოდიში რო გაწყვეტინებთ, მაგრამ მე როგორც სტრიმერი უფრო ამ სპეციფიკას ვიცნობ და TikTok-ის და ნახეთ ახლა აი კოლაგენზე ვსაუბრობდი და აგერ არის კოლაგენი და ეს არის ჩემი არის პირადად მე რომ მკითხეს რომელი არომატით გინდაო მე ვუთხარი რომ მე კოლაგენი მინდა ატმის არომატით ესეც სიწყალში ჩვეულებრივად ერთ შეკა წყალში მოაჭრით თავს აი იმ პაკეტს ჩაყრით შიგნით და ელოდებით ცოტა ხან რომ გაიხსნას მოურევთ კობზით და ჩვეულებრივად სიწყალში გახსნას სვავთ რა ჩაის აგერ გითხრათ ქალბატონმა თათიამ რომ ცხელ წყალს დაასხავთ და როგორც ჩაის ისე მიიღებთ და ყველაფრისთვის არის აი სადღაც შორს გვწევს რისთვისაა ეს ჩაი კარგიო ყველაფრისთვის არის აი როგორ იცით მოდით კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ჩაის პლუსები რა ჩაი ნახეთ კონკრეტულად ახლა ეს 12 ნომერი ჩაი, რასაც აქ ხედავთ, 12 ნომერი ჩაი გახლავთ ძვალსახსროვანი სისტემისთვის. თუმცა მე თქვენ გითხარით, რომ 12 დასახელების ფუნქციური ჩაი გვაქვს. მაგალითად, პირველი ნომერი ჩაი, ფრეშის სახელწოდებით, რომელიც კუჭ-ნაწლავის გაწმენდისთვის არის განკუთვნილი. 2 ნომერი ჩაი ქალბატონებისთვის, 3 ნომერი ჩაი მამაკაცური პრობლემებისთვის, ნებისმიერი მამაკაცური პრობლემისთვის. 4 ნომერი ჩაი, ეს არის ენერგეტიკული და საოცარი და თან დაბალწნევიანი ადამიანები თუ არიან მათთვის იდეალური საშუალებაა. 5 ნომერი ჩაი ეს გახლავთ ფერმენტი, ბუნებრივი ფერმენტი, რომელიც აი შებერილობის დროს მაგალითად ხო, კუჭ-ნაწლავის პრობლემის დროს არაჩვეულებრივი საშუალება არის. გარდა ამისა გვაქვს 6 ნომერი ჩაი, რომელიც მაღალწნევიანი ადამიანებისთვის არაჩვეულებრივია. 7 ნომერი ჩაი, რომელიც ანტიოქსიდანტი გახლავთ. 8 ნომერი ჩაი რესპირატორული სისტემისთვის, ანუ სასუნთქი გზებისთვის არაჩვეულებრივი. 9 ნომერი ჩაი გვაქვს ასევე არაჩვეულებრივი იმისთვის ნერვული სისტემისთვის ღამე უძილობებისაც აწუხებს. კარგია, დამამშვიდებელი და დილისთვის. კი, ნერვული სისტემისთვის არაჩვეულებრივი საშუალებაა 9 ნომერი ჩაი. ღამე აი უძილობა ვისაც აწუხებს, მიირთვით ღამე და ნახავთ როგორ გემრიელად დაისვენებთ. 10 ნომერი ჩაი გვაქვს ასევე, რომელიც თირკმელებისთვის, აი ამ პატარ-პატარა ქვიშისთვის, იმისთვის, რა ქვია, პატარა კენჭებისთვის 2 მმ-მდე კენჭების გამოსადევნად არაჩვეულებრივია. 11 ნომერი ჩაი, რომელიც პირდაპირ გულსიზარღვოვანი სისტემისთვის არის განკუთვნილი და ეს ჩვენი 12 ნომერი ჩაი, რომელსაც ახლა ხედავთ კადრში, ძვალსახსროვანი სისტემისთვის. ეს ძვალსახსროვანი სისტემისთვის, იმიტომ შევიძინე, რომ აი ეს ოპერაციული
პროცესი დაწარდეს და შეფერდება და უფრო კარგად холестерინს თუ გაქვთ, აი გეკითხებიან. რა კი ბატონო, холестерინი, მაღალი холестерინი ვისაც გაწუხებთ, ცუდი холесტერინის გამოცადევნად არაჩვეულებრივი საშუალება არის ჩვენი ეკოსორბი, ეს არის ბუნებრივი სორბენტი, რომელიც გამოდევნის მაღალი холесტერინს, ცუდ холესტერინს გარეთ. გარდა ამისა, ომეგა-3, რომელიც არაჩვეულებრივია ასევე ცუდ холესტერინთან საბრძოლველად და ასევე ჩვენი ლეციტინი, რომელიც ასევე ებრძვის ცუდ холესტერინს. იდეალური საშუალებებია. თუ კითხვები გაქვთ, მოიფიქრეთ კითხვები და დასვით მე ახლა უკვე გადავდივარ, აგერ აქ არის დავიწყებ ხონდროლუქსით. ხონდროლუქსი ყველასთვის ცნობილია სააფთიაქო ქსელიდან, რას ემსახურება, მაგრამ მაინც ქალბატონ თათიას ვთხოვოთ და აგვიხსნას ეს ხონდროლუქსი რას წარმოადგენს და რა შემადგენლობის არის, რა ფასი აქვს და რას უხდება. კი ბატონო, ხონდროლუქსი გახლავთ ძვალსახსროვანი სისტემის მკვლევავის საშუალება, რომელსაც აქვს, რა ვიცი, საოცარი შემადგენლობა აქვს მასაც, როგორც ყველას, აი ხშირად ვახსენებ ამას, რომ საოცარი შემადგენლობა აქვს, მაგრამ მართლა ყველა პროდუქტი ზედმიწევნის სწორად არის შედგენილი და ხონდროლუქს რაც შეეხება, აი ყველაფრისთვის, ძვალსახსროვანი სისტემისთვის. მყესები, იოგები, კუნთები, ყველაფრისთვის გახლავთ საოცარი საკვები დანამატი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გამოსაკვებად, ჩვენი ძვალსახსროვანი სისტემის გამოსაკვებად. არის ძალიან კარგი და ასევე მკურნალობის პერიოდში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, უძვირფასესი დამხმარე საშუალება არის ხონდროლუქსი, რა თქმა უნდა, როდესაც ძვალსახსროვან სისტემაზეა საუბარი. ასევე რეაბილიტაციის პერიოდში იდეალურია, ასევე ანთებითი პროცესებისთვის, კოლაგენის გამომუშავებისთვის, ყველაფრისთვის გახლავთ იდეალური, ანუ ძვალსახსროვანი სისტემისთვის გახლავთ იდეალური საკვები დანამატი ჩვენი ხონდროლუქსი. ხონდროიტი და გლუკოზამი შეიცავს, ბატონო? ისევ მეგობარი გვეკითხება რაღაც კომენტარი უწერია. მყესების პრობლემები მაქვს ავარიიდან გამომდინარე და რას მირჩევთო? მყესების პრობლემისთვის მე თქვენ გირჩევდით აუცილებლად ხონდროლუქს. თუ თქვენ ზუსტი დიაგნოზი იცით, აუცილებლად მისწერეთ პირად შეტყობინებაში ბატონ ბადრის და აუცილებლად პროგრამულადაც მოგაწვდით თქვენთვის მნიშვნელოვან და საჭირო საკვებ დანამატებს. მე ვფიქრობ, სადღაც შორს, აი ჩვენი მეგობარი, რომელსაც სადღაც შორს უწერია სახელად, მალე დარეგისტრირდება ჩვენთან და ითანამშრომლებს კომპანიასთან, Greenway-სთან და მე ძალიან გამიხარდება. ძალიან დაინტერესებულია და ბევრი პრობლემები ჩამოთვალა გელამ, ხო, გელას. აი ნახეთ, ბევრი პრობლემები ჩამოთვალა თავის თავზე ჯანმრთელობის პრობლემები და ამის შესაძენად თქვენ რომ ერთხელ გადაიხდით რაღაცას შეიძენთ, ქულები რომ დაგეწერებათ, მე შეღავათები გეკნებათ, ბონუსები გეკნებათ, სასაჩუქრე ბონუსები გეკნებათ და აი ტკივილებიც მოგეხსნებათ და შეღავათებიც გეკნებათ ფასებში, რა თქმა უნდა, შემდეგ და შემდეგ თუ კიდევ მეგობრებსაც მოიყვანთ. ეს მეგობრებიც თქვენ რა თქმა უნდა ითანამშრომლებენ კომპანიასთან, უფრო მეტ ქულებს დააგროვებთ და უფრო იოლად გამოხვალთ, აი, როდესაც რაღაცა კი, ანუ მარკეტინგზე მე ჩვენ ცალკე თემაა ეს და აუცილებლად კი ბატონო, შემოგიერთდებით თუ თქვენი სურვილი იქნება და აუცილებლად ვისაუბრებთ და ну, მარკეტინგი ეს აი კიდე საერთოდ ცალკე თემა არის, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი და ძალიან ძლიერი შეგიძლია გახდეთ. თუმცა ეხლა საკვები დანამატები ფიქრობ, რომ ყველა სჭირდება. ყველა ადამიანს აქვს პრობლემა თუ არა აქვს, მაინც სჭირდება იმისთვის, რომ მერე შემდეგში რაღაცა პრობლემა არ შეექმნას. რატო არ უნდა მივიღო ეხლა მე პირადად ხონდროლუქსი, თუნდაც არ მქონდეს პრობლემა. როდესაც ვიცი, რომ მერე შემდგომში ეს გამომიკვებავს ძვლებსაც, გამომიკვებავს სახსრებსაც, მყესებსაც, იოგებსაც, კუნთებსაც, ყველაფერს აბსოლუტურად და ვიცი, რომ მერე შემდეგში თუ რამე პრობლემა უნდა შემქმნო და არ შემექმნება და რატო არ უნდა დავლიო საკუთარი თავის მტერი ხო არა ვარ, ასე რომ საკვები დანამატები ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ხო, საქმე იმაშია, რომ პრევენციის მიზნითაც მიიღება ეს პროდუქცია. კი, ნამდვილად. მაგრამ თუ რამე გაწუხებთ, მით უმეტეს აუცილებელია. კი, ბატონო. აუცილებელია აი აფთიაქების ფასებთან, პრეპარატებთან, აი სააფთიაქო ქსელში რო არის. მე ვილაპარაკი ამაზე სტრიმის დასაწყისში უკვე როდესაც უკვე ჯანდაცვაზე გადავედი, ხო? მაშინ ვილაპარაკე რა ფასები აქვს მედიკამენტებს ჩვენ სააფთიაქო ქსელებში და ამიტომ ცოტა შეიძლება ზოგიერთი პროდუქცია ძვირიღირდეს გრინვეიში, მაგრამ უფრო მეტად გვარგოს, ვიდრე მაგალითად ცოტა იაფიანმა რაღაცა ყალბმა მედიკამენტმა. ამ პირიქით იაფიც გირდეს და უფრო უკეთესადაც მოქმედებდეს. ეხლა ხონდრო ლუქსის შემადგენლობას კითხულობენ ქალბატონო თათია და გთხოვთ ამაზეც ორი სიტყვა. ხონდროლუქსის შემადგენლობას რაც შეეხება, ხონდროლუქსი შეიცავს ხონდროიტის და გლუკოზამის ორი უძვირფასესი პროდუქტი, რომელიც ძალიან კარგი არის ძველსახსროვანი სისტემისთვის, მის გამოსაკვებად. ასევე შეიცავს ბუნებრივ გოგირდს, რომელიც ასევე უწყობს კოლაგენის გამომუშავებას ხელს და მოკლედ ამასაც როგორც გითხარით, საუკეთესო შემადგენლობა აქვს. გლუკოზამის როცა ისმენენ, ხოლმე სხვათა შორის გონიათ, რომ აი მაგალითად მე მეკითხები, აი დიაბეტიანი ადამიანებისთვის შეიძლება საერთოდ სხვა რაღაცაა გლუკოზამინი. მეგობრებო. ანუ გლუკოზას არ ნიშნავს გლუკოზამინი. გავაგრძელოთ ესე იგი შემადგენლობა, ვისაც აინტერესებს, ეს არის ხონდროიტინი, გლუკოზამინი და ბუნებრივი გოგირდი. ყველაფერი აწერია თვითონ 5 საათს, ძალიან კვალიფიციურად, ამომწურავად აწერია. ეხლა გადავდივართ შემდეგ პრეპარატზე, ეს არის თათია ბავშვების პარაზიტების გამოსადევნად ვიცი რომ საუკეთესო პრეპარატი გაქვთ და ორი სიტყვით აგვიხსენიო. ქალბატონო ნანა, მოგესალმებით სიყვარულით. კი ბატონო, ანტიპარაზიტული პროგრამაც გვაქვს არაჩვეულებრივი, აი იდეალური საშუალება არის პროგრამა და ბავშვი გააჩნია ასაკს. აი ასაკი რო დამიწეროთ, იმიტომ რომ არიან ბავშვები, რომლებთაც ყოფნით მხოლოდ ანტიგელმი მაგალითად და ზოგი კიდე უკვე 13 წლიდან ბავშვებში ჩვეულებრივად მიიღება პროგრამა ანტიგელმი, ანტისორი, უნკარია და ფუნგისტოპი, ასევე პირველი ნომერი ჩაი. პირველი ნომერი ჩაი ეს დახოცილი პარაზიტები და სოკოები რო გამოდევნოს გარეთ. მე მგონი ამ კითხვასაც გავეცი პასუხი და შემდეგი რა გვაქვს ბატონო ბადრი? ეს არის მაიცადეთ დავინახო კომპლექს. ეს არის კომპლექს პლუსი 5 ნომერი აწერია. C კომპლექსი. C კომპლექსია ხო ეს. კი, C კომპლექსი. ეს არის C ვიტამინების კომპლექსი, რომელიც არაჩვეულებრივია როგორც იმუნიტეტისთვის, ასევე ძვალსახსროვანი სისტემისთვის, ძალიან კარგად მოქმედებს ხონდროლუქსთან შეთანხმებულად, ერთმანეთთან ძალიან კარგად მოქმედებენ და იდეალურია. ასევე ძალიან კარგია C კომპლექსი, იცით რომ C ვიტამინი ახლა ძალიან კარგი არის თვითონ ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველადაც და საერთოდ ყველაფრისთვის იმუნიტეტის მხარდასაჭერად არის არაჩვეულებრივი საშუალება და C კომპლექსიც არაჩვეულებრივია, აი თქვენ მაგალითად ახლა იმიტომ გაქვთ C კომპლექსი, რომ ძვალსახსროვანი სისტემის პროგრამის დროს C კომპლექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხოლმე და ასევე არაჩვეულებრივია ანუ სისხლის, ანუ იმისთვის რა ქვია, ვისაც აქვს შედედება, ძალიან ისეთი, ვისაც ხშირად უდედდება, ძალიან კარგი არის ხოლმე რა. ხო, პოტრომბინი, ვისაც აქვს მაღალი. ასეთი ადამიანებისთვისაც C კომპლექსი იდეალურია. ხონდროლუქსის ფასი გითხარით, მაგრამ C კომპლექსის ფასიც. ხონდროლუქსი 67 ლარი იღებს, C კომპლექსი 46 ლარი იღებს. მანდ ხა პლუს მინუს 10-20 თეთრები შეიძლება იყოს და არ მეჩხუბოთ. არ ზუსტი ფასები არ მახსოვს, პლუს მინუს 10-20 თეთრი შეიძლება იყოს. რამდენი კაფსულაა, რამდენი ტაბლეტია, შიგნით და რამდენი ორივეში არის 60-60 კაფსულა. ერთი თვის სამყოფი არის, ორივეში 60-60 კაფსულა არის. ხონდროლუქსი გახლავთ 67 ლარი და C კომპლექსი 46 ლარი. და როგორ ვიღებთ ამას?
რა დღეში 2 კაფსულა მიიღება კვების დროს ან კვების შემდეგ და თუ პროგრამულად ღებულობთ ამ შემთხვევაში უკვე პროგრამის გაწერის დროს ინიშნება რა რომელი პრეპარატი როგორ უნდა მიიღოთ რა განრიგით. დახამ დაუყვე. ხოდი. ხო ცოტა ხანი მოგინება მე ეხლავე გაგანთავისუფლებ დედიკოს გავგაბულებ და მე უკვე დედიკო მოგხდებს კარგი დედა. გადავიდეთ შემდეგ პრეპარატზე ეს არის XPN-ი ხო, XPN-ი ეს არის უძლიერესი ანთებსაწინააღმდეგო მოქმედების საკვები დანამატი, რომელიც ასევე აბსოლუტურად ბუნებრივი კომპონენტებისგან არის შედგენილი და XPN-ით, ანუ ნებისმიერი ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ანთებითი პროცესის ჩასაქრობად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ XPN-ი. არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ანუ ანთებითი პროცესები ძვალსახსროვან სისტემაში, იქნება დაუშვათ ბრონხებში ანთება თუ იქნება ფილტვებში, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი ორგანიზმის ანთებითი პროცესის დროს, ეს არის ნატურალური საშუალება, რომელიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. რა მინდა რომ გითხრათ ნახეთ ეხლა აქ რაც წარმოდგენილია ფაქტიურად ამას მე მოვიხმარ და უფრო ძვალსახსროვან სისტემაზეა მორგებული ფაქტიურად ვიტამინების, შაის, ბევრი რამეც ისეთი რაღაცები შევიდნენ რომელიც ნუ სხვასთან ერთად განსაკუთრებულად კარგად მოქმედებს ძვალსახსროვან სისტემაზე. მაგრამ შემდეგში ვისაუბრებთ აბსოლუტურად ოღონდ თქვენი დიაგნოზით თქვენი ავადმყოფობათ რაც გაწუხებთ აი იმაზე რომ დასვავთ კითხვებს ხო ყველანაირ პრეპარატს და ყველანაირ პროდუქციას წარმოგიდგენთ ერთად აი როგორც ჩვენ ექსპერტებთან ერთად მანამდე მეც გავიწაფები და ცოტა უფრო ბევრს ვიმეცადინებ და შევისწავლე საკითხებს და რა თქმა უნდა მეც დამოუკიდებლად უკვე შემიძლია რეკომენდაციები გაგიწიოთ მაგრამ ეხლა როგორც გამოცდილები არიან აგერ ქალბატონი თათია თუნდაც სხვა ადამიანები გუნდში ისინი ჩემზე კარგად მოგაწვიან ამ ინფორმაციას და ჯერჯერობით მეც მოუწმენ მათ და მეც ვსწავლობ ეხლა თანდათანობით მეც ვიღებ ინფორმაციას აი ამ ოქროს ადამიანებისგან რომლებიც გვეხმარებიან ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ან ავადმყოფობის პრევენციაში. აი აქ ხედავთ ეხლა თქვენ კიდევ ერთ პროდუქციას ეხლა ის ვერ ვიპოვე მეუღლემ სადღაც გააკრა კილო მქონდა სასაჩუქრე მიღებული აი ამდენი პრეპარატები რომ გამოვიწერე და ესეც საჩუქრად მომივიდა მე თვითონ გრინვეიმ გამომიგზავნა საჩუქრად და აი შუშის სარკეების საწმენდი ტილო ის ვერ ვიპოვე თორე აქ დავდებდი ეხლა და წარმოგიდგენდით რა ჩვეულებრივი ტილოა მაგრამ განსაკუთრებული თვისებებით რა თქმა უნდა ჯერჯერობით მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ბიოტრიმზე შემდეგ უკვე გადავიდეთ იმ ტილოებზე და სხვადასხვა კიდევ პროდუქციებზე დიდხანს აღარ შეგაწუხებთ ერთი 15-20 წუთი ქალბატონო თათია და მე ნუ რა ვიცი მე კიდევ ხუთშაბათისთვის დავგეგმოთ საინტერესო სტრიმი იმედია უფრო მეტნი მოხვალთ მეტი ადამიანი დაინტერესდება თავისი ჯანმრთელობის მხრივ რომ გამოასწოროს თავის ჯანმრთელობა და მომბაძავენ მე ნდობა აი ნდობა მთავარი და რწმენა მე აი ამ ნეორეზებს კოლაგენს ჩაის გელს ვიტამინებს აი ყველაფერს თუ რამეს ვიღებ ისეთი რწმენით ვიღებ რომ ყოველდღიურად ფიქრობ რომ ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად კი არა ყოველ საათობრივად უმჯობესდება რწმენაც უნდა კონდეს ადამიანს რა თქმა უნდა აი ესე არ უნდა იყოს რომ მაგალითად ეს რაღაცა აფერისტობა და გვატყუებენ და ფულის საშონელი საჭრელი დაზგაა და ოღონდ ფული იშოვონ და ყველაფერს შემოგტენიან ესეთი განწყობით სულ აი უკვდავების წყარო რო დალიოთ ისიც არ გიშველეთ გეფიცებით რა და ცოტა რწმენაც უნდა კონდეთ და ცოტა ჩვენი ნდობაც ვინც ამას რეკომენდაციას უწევს და მე მგონი 3 წლის განმავლობაში ასე თუ ისე რაღაცა ნდობა დამსახურებული მაქვს მე
მე უბრალოდ არ ვიკადრებდი იმას და ქალბატონი თათია და მთელი გუნდი Greenway-ის საქართველოში, რომელიც არის და ვისთანაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს, ახლო ურთიერთობა გვაქვს უკვე 4-5 თვის დაახლოებულები ვართ დაახლოებით და ვიცით რომ ერთმანეთის ნდობაცა გვაქვს და ერთმანეთი დავიმსახურეთ უკვე ერთმანეთის ნდობა რატომ იცით? აი ნახეთ მე დავდე შედეგი, დამიდო შედეგი ნეორეზერვა. მანანას დავდო შედეგი 210-დან 220-დან წნევას რო ჩამოგიყვანს 135-მდე. ნუ წარმოგიდგენიათ. 6 დღეში სადღაც. ეხლა 9 დღეა უკვე სვავს და 135-მდე ჩამოუყვანა წნევა. ეხლა დიაბეტიკის ვისაც დიაბეტი აქვს იმათთვის რა მაგარია, ვისაც ციყვი აქვს იმათთვის რა მაგარი პროდუქცია არსებობს, ვისაც მაგალითად ონკოლოგიური აი ქიმიები აქვს ჩატარებული და მე ანტიოქსიდანტები ჭირდება რომ ეს ქიმია ორგანიზმიდან გამოიყვანოს, გამოდევნოს და გამოაჯამთელოს, იმუნიტეტის შეძინოს ორგანიზმს, თმების აი გახშირება ჩვენა როა დაწყებული უკვე აი ამ ქიმიების შემდეგ ყველა ჯვარი გეწეროს ონკოლოგიური დაავადებისგან, მაგრამ ნახეთ როგორ არის. უკვე თმები გაუხშირდათ ადამიანებს, უკვე წარბები წამოვიდა. ნუ ეს ყველაფერი პრაქტიკამ დაადასტურა და ჩვენ ამას შესახებ გვაქვს რა თქმა უნდა ინფორმაცია და ამიტომ გთავაზობთ ესე თამამად აი ამ პროდუქციას. ქალბატონი ნინო გწეს ტვინის მკვლევარი საოცარი აქვს Greenway-ისო და აბა მოდი ამაზე კი, ნამდვილად ტვინის მკვლევარები მართლა რო საოცრება არის, არ ვიცი, საოცარი შედეგები მაქვს მე პირადად ჩემს მომხმარებლებთან და თან ჩემს ნათესავთანაც რა თქმა უნდა, რომელიც სტუდენტი არის და არ ვიცი, ცოტა ისეთი პრობლემა ქონდა, ვერ დამახსოვრების რაღაცეების, იმიტომ რომ გადაეღალა, იმიტომ რომ არ ვიცი, დღე და ღამე სწავლობს ეს ბავშვი და არ ვიცი, საოცარი ის ქონდა, რა ქვია, თავიდანვე შემართებით, ისე ყველაფერი ერთით გადაკითხვით რო იცოდა ხოლმე ისა და მე უკვე მიხვდა რომ რაღაცნაირად ეტყობა გადაეღალა გონება და ვერ იმახსოვრებს, 100-ჯერ წაიკითხავს, ვერ იმახსოვრებს და მასთან ზუსტად მქონდა ძალიან მაგარი შედეგი, რომელიც აი ზუსტად 2 კვირის თავზე დაიდო ჩვენი ტვინის მკვლევარებით, ჩვენი საოცარი საწუწნი დრაჟეებით, brain activity-ის და ასევე ჩვენი ომეგა და ლეციტინი, აი ამ სამ პროდუქტს ვაძლევდი და არ ვიცი, საოცარი შედეგი მისცა ნამდვილად. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც მახსოვრობას უჩივიან, ადამიანები, რომლებსაც სკლეროზები აწუხებთ, ასეთი ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ტვინის უჯრედები იკვებება და შედეგები აქვთ ხოლმე რა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თან ნატურალურია, არაფერ ზიანს არ მიაყენებს და მოკლედ სასწაულის საშუალება არის ჩვენი ტვინის მკვლევარებიც, როგორც ნინომ დაგვიწერა. ასე რომ მეგობრებო რომ მე ტვინის მკვლევარი არ ვიცი, რადგანაც მე მგონი ჩემ გონებრივ შესაძლებლობებზე თქვენ პრეტენზია არ გაქვთ და შეჯერობით არაფერი არ მჭირდება, მაგრამ მოდი დაიბაროს თუ დამჭირდა აგერა Greenway-ის პრეპარატები და აუცილებლად შევიდე. მაგრამ ჯერჯერობით ახლა აი ამას ზვალსახსროვანი სისტემა, ნეორეზერვი ხო საერთოდ ყველაფერზე საუკეთესო საშუალებაა და ძალიან ბევრ ამის შველი. მერე კიდევ რო ავიღოთ აგერ კოლაგენი. ბატონო ბადრი, ბოდიშით რო გაწყვეტინებთ, ნახეთ ახლა ღმერთმა დაგიფაროთ ყველანაირი პრობლემა თქვენ ვერ გექნებათ, მაგრამ აი როგორც ჩვენ ვამბობთ, ახლა მეც არ მქონია დაუშვათ ეს რაღაცა გონების მახსოვრობის პრობლემა, ხო? მაგრამ აგერ ჩემმა ნათესავმა გამოიყენა ჩემს თვალწინ და მე ვიცი რა შედეგი მისცა, ხო? ძვალსახსროვან სისტემაზე ხარ რამდენი მყავხართ ირგვლივ, ხო? იქ დიაბეტზე რამდენი, ანუ ჩემს თავზე ცხოვცდი, რა თქმა უნდა და მე უბრალოდ აი ხა მაგალითად ყველა საკვები დანამატი თითქმის მიღებული მაქვს მე პირადად. ოღონდ მე იმიტომ კი არ მიმიღია რომ რაღაცა დაუშვათ მაინდა-მაინც პრობლემა მქონდა. მე მივიღე იმიტომ რომ მინდოდა რომ პროფილაქტიკის მიზნით მიმეღო რომ შემდგომში არ გამვითარებოდა რაღაცა, მაგრამ შედეგებზე თუ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების შედეგების მიხედვით, რომელი ადამიანებიც ჩემთან მოვიდნენ, ჩემგან მიიღეს რეკომენდაცია
რეკომენდაცია შეიძინეს და ამის მერე მითხრეს რა შედეგები ჰქონდათ, ხო? აი მაგალითად თქვენ მოხვედით ჩემთან გირჩიეთ და ახლა უკვე საუბრობთ თამამად აი ამ პროდუქტებზე, ხო? ასე რომ თქვენ ახლა ყველა შეიძლება ვერ გამოსცადოთ პრობლემა ღმერთმა ნუ მოგცეთ ახლა ყველანაირი პრობლემა ხო რომ ყველაფერზე რაღაცა წარმოდგენა გქონდეთ მაგრამ სხვა ადამიანების რეკომენდაციებიც ვინც თქვენს ირგვლივ არიან ძალიან მნიშვნელოვანია აი როგორც მანანაზე ისაუბრეთ ხო რომ წნევა ჰქონდა და 210 ჰქონდა და 210-დან ჩამოუყვანა 135-ზე ხო და ძალიან მალე თავის ჩვეულ წნევას დაუბრუნებს აუცილებლად საოცარი პროდუქტები ზუსტად ასე ისაუბრებთ მე სხვადასხვა რაღაცეებზე რასაც გამოაცდევინებთ თქვენ პირადად მისცემთ რეკომენდაციას თქვენს ადამიანებს და გამოაცდევინებთ რა თქმა უნდა და მე ვიცი რომ ძალიან კარგი შედეგები გექნებათ პირადად თქვენ ბატონო ბადრი ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებთ მთელი გულით მე დარწმუნებული ვარ რომ რასაც ვიღებ და რაც მჭირდება ჯერჯერობით მე უკვე ჩიყვის მე დიდი ხანია ვსვავ ჩიყვის წამლებს დაახლოებით 2004 წლიდან წარმოგიდგენიათ ჩიყმა დაკარგა ფუნქცია აღარ გამოიმუშავებს ჰორმონებს ჩემი ჩიყვი ეს ენდოკრინოლოგიური პრობლემა მაქვს ბევრი რამე ვიკითხე ეუთიროქსენი ჭირდებათ კიდე ნახეთ რა მოხდა იცი ამდენი წელია ვიღებ წამლებს ესე იგი ჰორმონებს გარედან და არავითარი ნუ განკურნებაზე არ არის ხო ეხლა მე დავიწყებ უკვე გრინვეის პრეპარატის მიღებას ამ მიმართულებით დავარტყავ ჩიხს რა თქმა უნდა და ერთი თვია ეხლა აი ბოლო ერთი თვია მე ჩიხვის წამალს აღარ ავსვავ ვემზადებ იმისთვის რომ წავიდე და ანალიზები ავიღო აი ნეორეზერვი ვიტამინები დანამატები რასაც ვიღებ ხო ამის შედეგად მე მაინტერესებს რა მაჩვენებელი იქნება ანალიზების შედეგად და როგორ და მით უმეტეს ჯერ არ მიმიღია კონკრეტულად ჩიყვის საწინააღმდეგო ეს პრეპარატი არ მიმიღია მე და ჯერჯერობით არ გამისინჯავს და პირდაპირ დარტყმა ამ ჩემს ჩიყვზე არ მიმიყენებია თუმცა გვერდულად ეგ ნეორეზერვი ვიცით რომ ყველაფერზე კარგად მოქმედებს ფასით შესაბამისი აქვს მაგრამ ну ღირს და რა ვქნათ ახლა ჩვენ როგორ უნდა გავაკეთოთ ისე რომ ჩვენ მაგალითად ну მე მარგებდეს ახლა შემიძლია 4 5 6 რაღაცა ჩამოვთვალო რომელზეც უკვე დადებითადია აისახეთ აი ნეორეზერვი და ეს საკვები დანამატები ჩემ ორგანიზმზე მაგრამ ზოგი ისეთი უხერხული თემაა რომ ну მამაკაცური პრობლემები მაგალითად ისეთი რაღაცეები არის პროსტატა არის რაღაცეები რომელიც ყველას ასაკის გარკვეული ასაკის შემდეგ ემართება და ამას მე ახლა პრევენციის მიზნად აგერ ნეორეზერვს ვიღებ მე შემდეგ უკვე ნეორეზერვი არაჩვეულებრივი საშუალებაა სხვათა შორის პროსტატისთვისაც იმიტომ რომ ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება აქვს ანთებით პროცესებს აკრობს გადასარევად და რა ვიცი როგორ შეიძლება რომ რაღაცნაირად ვერ მოგეხმაროთ აუცილებლად მოეხმარება ნებისმიერ ადამიანს ვისაც აწუხებს მსგავსი პრობლემა გარდა მაგისა ჩვენ მამაკაცური პრობლემისთვის ძალიან ბევრი კარგი საკვები დანამატი გვაქვს და შესაძლებელია ამ ყველაფრის რჩევაც აი ახლა მამაკაცები თუ გიყურებენ შეუძლიათ რომ მოგწერონ თქვენ პირადში და თქვენ აუცილებლად მისცემთ მათ შესაფერის რეკომენდაციას. ბუასირზე მინდა ვთქვა აუცილებლად არის ადამიანი რომელმაც ეს ნეორეზერვი მიიღო და 4 თვეში მთლიანად 4 თვეში არა უფრო ნაკლებ დროში მაგრამ უკვე 4 თვე გავიდა რაც მიღებს ჩემსავით ამ ნეორეზერვს და ისეთი კარგი შედეგი მისცა ну არ ვიცი რა ვიცი კიდევ ბევრ სიურპრიზს გაიგებთ ნეორეზერვისგან, იმიტომ რომ საერთოდ მოხმარების დროს ადამიანები ბევრ რამეს ამჩნევენ მერე და ბევრ რაღაცაზე უწევენ ხოლმე რეკომენდაციას. მე მაგალითად მყავს მომხმარებელი, რომელმაც მითხრა რომ მაზოლი გაუქრო, რომელიც სისხლს უშრობდა ფაქტიურად, პირდაპირ ასე მელაპარაკებდა, სისხლს მიშრობდა და გამიქრო მაზოლიო, რომელიც, რა ვიცი, მე მოვიჭრიდიო თუ რაღაცას ვაკეთებდიო და მე ისევ ამობდიოდაო თუ რაღაცაო და მომაშორა ეს მაზოლიო. ასე რომ ბევრი სიურპრიზი დაგხვდებათ ხოლმე, შეიძლება სულ არ ეწეროს თავის ანოტაციაში ის რომ ამაშველის, მაგრამ მოხმარების შემდეგ თქვენ მიხვდეთ რომ რაღაცა სხვა პრობლემაზეც აუცილებლად
ბლად გიშველად. ასე რომ ძალიან კარგია ხოლმე და პრაქტიკაში ბევრი რაღაცა მოდის. ბადრი, მე ვხედავ სარეცხ ფირფიტებს ახლა, რომელიც აქ გიდევთ და ეს ჩვენი კი, საჩუქარს აუცილებლად მიიღებდით, იმიტომ რომ ბევრი პრომო აქვს კომპანია Greenways და განსაკუთრებით ახლებისთვის და შეგიძლიათ რომ ახლები ვინც იქნებით დაუშვათ და რეგისტრაციას მოისურვებთ, შეგიძლიათ რომ ისარგებლოთ აი ამ პრომოუშენით. გადავინაცვლებ დივანზე, თორე გამიჭირდა ჯდომა და თან ამ სარეცხის იმაზეც და ტილოებზეც ვისაუბროთ, მერე უკვე ჰიგიენურ საშუალებებზე ვისაუბროთ. ჩვენ მე მგონი ჯობს რომ ეხა დავასრულოთ ბატონო ბადრი, იმიტომ რომ მეც ჩემი პატარა არ მაცდის ძალიან წუწუნებს და რაღაცეებს აკეთებს აქეთ ხო და ბოდიშის მოხდით და ხუჩაბაც ისევ რომ შევხვდებით, კი ბატონო, რამდენი დროც დაგჭირდებათ, შემიძლია რომ თავისუფლად დაგითმოთ გვიან საღამოს. კი ბატონო, მაშინ მე თქვენ აღარ დაგაყოვნებთ ერთი ამ სარეცხის საშუალებაზე და ტილოზე ისაუბრეთ და დავამთავროთ დღეს ამით და შემდეგ უკვე ხუთშაბათს, აი ხუთშაბათს ეხლა ხვალ არა მეგობრებო, ხვალ ვერ, იმიტომ რომ მე სხვა საქმეებით ვარ დაკავებული და ამიტომ ხვალ ვეღარ ჩავთავ სტრიმს აი ამ თემასთან Greenways-თან დაკავშირებით.